ჩემო ქართველებო, ახლოვდება შობა ახალი წელი და რა თქმა უნდა, წინასწარ გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს. ამასთან ერთად მინდა შეგახსენოთ ჩემო ძვირფასებო, რომ საუკუნეების მანძილზე ქართული ტრადიცია იყო ჩიჩილაკის დამზადება და სხვა სახელი ჰქონდა მას, ბასილას წვერებს ეუწოდებდნენ მას, რადგან ჩვენ ერთმანეთს ულოცავთ შობა ახალ წელს, ანუ დღესასწაული იწყებოდა შობას და სრულდებოდა ახალი წლით და ახალ წელს იყო და არის დღესაც ბასილი დიდის ხსენება. ამიტომ ჩიჩილაკსაც ბასილი დიდის საპატივცემულოდ ბასილეს წვერები დაარქვა ჩვენმა წინაპარმა. მე-20 საუკუნეში ჩიჩილაკი შეცვალა ნაძვის ხემ. თვითონ ფორმაში პრობლემა მე არ მაქვს და ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას. სავსებით შეიძლება ნაძვის ხის მორთვა, გალამაზება განსაკუთრებით ეს ბავშვებს ახარებს და არა მარტო ბავშვებს შემოკარგებოდ, რაც უფრო მეტი გასახარებელი მიზეზი გექნებათ ქართველებს და გვექნება ქართველებს, ჩემთვისაც ეს სასიხარულო ბუნებრივია. მაგრამ მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ მე-20 საუკუნეში, როდესაც ნაძვის ხის ტრადიცია ჩვენთან შემოვიდა, ნაძვის ხეს საბჭოთა კავშირში და მისი შემადგენელი ვიყავით ჩვენ, დაერქვა საახალწლო ნაძვის ხე. იმიტომ რომ შობის ხსენება ნიშნავდა რწმენის აღიარებას, ხოლო საბჭოთა კავშირში კი რწმენა ნებისმიერი სახის ქრისტიანული იქნება მუსლიმური თუ სხვა სახის რწმენები აკრძალული იყო. ათეისტური სახელმწიფო იყო. თქვენეულ ცივილიზებულ სამყაროში, ჩემო ქართველებო, ვინც თვლით, რომ ევროპა არის ცივილიზაციის ნაწილი, ჩემთვის ცივილიზაცია ნიშნავს ღმერთთან ურთიერთობას და ღმერთის სიტყვით მაცხოვრებელი ადამიანს ქვია ცივილიზებული და განვითარებული ადამიანი ჩემი აზრით. მაგრამ ეს სხვა თემა. ევროპულ ნაწილში, თქვენეულ ცივილიზაციურ სამყაროში, ნაძვის ხეს საშობაო ნაძვის ხე ხომ ქვია? თქვენ რატო არ ქმნევთ საახალწლო ნაძვის ხეს? ისევ ბოლშევიკურ კომუნისტური სახელწოდებით, რატო? თუ რამე არის თქვა დადებითი, ნებისმიერ ქვეყანაში იქნება თუ რეგიონში იქნება, გადმოვიღოთ დადებითი. ან თუნდაც ეს ფაქტი. ნაძვის ხეს საშობაო ნაძვის ხე უწოდოთ და ალოცვილო. თუ სულიერი მემკვიდრეები უფრო კომუნისტების ხართ, ათეისტების, ვიდრე ქრისტიანული ევროპის, კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს, ჩემო ძვირფასებო, ჩემო ქართველებო და ინებოს უფალმა, რომ დამდეგი 2026 წელი ყოფილიყოს საქართველოზე შეყვარებული ქართველის და დედა ეკლესიის ერთგული ქართველის გულის გახარების წელი. დაგლოცოთ უფალმა. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის.